მე ვარ ერთგული. მე ყოველთვის ვსწავლობ. მუდამ ბიძგს ვაძლევ. მე დავრბე ვარ. არა მხოლოდ ჩემთვის. მე ვარ ფეხბურთის მოედანი და არა ბრძოლის ველი. მე ვარ დედა. ვარ მამა. მე მაქვს ორი პროფესია. მე ვხდები. ვისვრე. მივცურა. ახალი სამყაროსკენ. მე არ ვარ მარტო. მე ვარ მეგობრებით სავსე სივრცე. მე ვარ ბედნიერი. გახარებული გულშემატკივარი. მე ვარ საოცრებებით ეხსავსე. მე ვარ შენ და ერთად ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მსოფლიო. მოგესალმებით თბილისის ოლიმპიური პარკიდან, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე წუთში აქ დაიწყება საზეიმო გახსნის ცერემონია, ოლიმპიური ფიცის დადება, მოგეხსენებათ ისიც, რომ ძალიან მალე, სულ რაღაც 13 დღეში დაიწყება რიოს 31 ოლიმპიური ზაფხულის თამაშები, ძალიან საინტერესო ტურნირი და რა თქმა უნდა, საქართველოს დელეგაციაც გაემგზავრება, ნელ-ნელა წავლენ უკვე ჩვენი სპორტსმენები და დელეგაციის წარმომადგენლები ბრაზილიაში. გეტყვით იმასაც, რომ 39 სპორტსმენი ასპარეზებს საქართველოს ქართული დელეგაცია და ეს არის სარეკორდო მაჩვენებელი. ჩემს გვერდით იმყოფებიან ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენი სპორტსმენები, ჩვენი ლეგენდარული სპორტსმენები, თამაშემიძლია ვთქვა და ნინოს ალუხაძესთან გადავალ პირველი შეკითხვით, რა თქმა უნდა, ქალბატონო ნინო, მოგესალმებით პირველ რიგში და თქვენთვის ეს იქნება რიგით მერვე ოლიმპიური თამაშები, როგორი განწყობით მიემგზავრებით და რისი იმედები გვაქვს ზოგადად? მოგესალმებით ყველას. დღეს იცით რომ არის ფიცის დადება, გაცილება პრეზიდენტთან, პრემიერთან და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ პატრიარქი შეძლებს ჩვენს მიღებას და ლოცვას და უსურვებ ჩვენ გუნდს წარმატებას, მთელ მსოფლიოს მშვიდობას და ჩემთვის ეს უფრო ორმაგად, ათმაგად უფრო სასიხარულოა, იმიტომ რომ პირველად ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში მოხდა რომ დედაშვილი ერთად მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში. და ზოგადად, რა თქმა უნდა, სპორტსმენებს არ უყვართ ჩანსებზე საუბარი, მაგრამ თქვენს ფორმაზე, როგორ ფორმაში იმყოფებით ზოგადად, იგივე თქვენი ვაჟის და მცირე კომენტარი ამაზეც რო გავაკეთოთ. მზადება შესლების დაგვარად გავიარეთ საზღვარგარეთ, იმიტომ რომ საქართველოში ამის შესაძლებლობა არ არის, იმიტომ რომ ის დისტანციები, რომელიც მაგალითად ჩემი ვაჟი ისვის 50 მეტრიანი დისტანცია საქართველოში საერთოდ არ არსებობს და გვიწევს საზღვარგარეთ მზადება, მაგრამ ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ხდება წყვეტა ვარჯიშების, რადგან მუდმივად იქ ვერ იქნები. ფორმას ვინარჩუნებთ და ყველაფერს ვეცდებით იმისთვის, რომ გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ, მაგრამ შეხება ჩემ ვაჟს მან რომ მოიპოვა უკვე ოლიმპიური თამაშების ლიცენზია, ეს მისთვის 18 წლის ასაკში ძალიან დიდი გმირობაა და მას უსურვებ მიიღოს გამოცდილება ამ ოლიმპიური თამაშებზე და მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის ტოკიოსთვის მოემზადოს უკვე დამაჯერებლად. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ნინო სალუქაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში და ეხლა ვარლამ მელიპარტელიანია ჩვენთან ერთად, ჩვენი ქართველი თამამად შეგვიძლია ვთქვათ ლეგენდარული ძიუდოისტი. ვარლამ, ზოგადად ძიუდოს ნაკრებზე მინდა კითხო, ბიჭებმა როგორი მზადება გაიარეთ, როდის მიემგზავრებით და როგორ ფორმაშია ზოგადად ნაკრები? გამარჯობათ, მოგესალმებით პირველ რიგში. რაც შეეხება ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს, ვფიქრობ, კარგად არის მომზადებული გუნდი, იმიტომ რომ ყველა საწვრთნელი შეკრება წარმატებით ჩაიარა ყველა შეკრება. ვფიქრობ, გუნდი კარგად არის მომზადებული. ეს წლევანდელი, ესე რომ ვთქვათ, შეკრებები მარტო არ იყო საჭირო ამისთვის, თლიანად 4 წლის განმავლობაში იყო აქცენტი გაკეთებული ოლიმპიურ თამაშებზე და ვფიქრობ, უნდა მივაღწიოთ ყველამ სასურველ შედეგს. იქიდან გამომდინარე, ძიუდოს დიდი ტრადიციები აქვს. ყველა ოლიმპიურ თამაშებზე, რაც დამოუკიდებელია საქართველოს ოქროს მედლით ბრუნდება ძიუდოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში და ვფიქრობ, ამ ოლიმპიადაზეც არ გააცრუებს იმედებს ძიუდო და წარმატებას მოუტანს საქართველოს. ვარლამ, შენ ფორმაზე მინდა კითხო, უშუალოდ როგორ ფორმაში მყოფები, შენ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობ, როგორც ის ჩვენმა გულშემატკივარმა და თავად შენ შანსებზე რა სიტყვი, როგორ ფორმაში ხარ და კონკურენტებზეც მოგვიყევი ორი სიტყვა გითხარი. ჩემ ფორმას რაც შეეხება, ვიტყვი რომ ნორმალურ, კარგად ვარ მომზადებული.
ტრამვები არ მაწუხებს საბედნიეროდ და ვფიქრობ ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევხვდი ამ შეჯიბრს და იმ დასახულ მიზანს, რასაც ამდენი წელი ვწვალობ, ვფიქრობ ის წყალობით უნდა მივაღწიო. რაც შეეხება კონკურენტებს, ის ალბათ ოლიმპიურ თამაშებზე სიურპრიზი ნაკლებად უნდა ველოდოთ იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ძლიერი სპორტსმენი იყოს მონაწილეობას. ვფიქრობ ის 8 ადამიანი, ვინც პირველ 8-ში არის განთესილი, ყველაზე ანგარის გასაწევი სპორტსმენები იქნებიან და ვფიქრობ მათთან მომიწევს მეოთხედ ფინალში და ნახევარფინალში ურთაბრძოლა. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ. ვარლამ ლიპარტელიანი იყო ჩვენთან პირდაპირ ეთერში და აი ხა ჩემს გვერდზე იმყოფება ლაშა ტალახაძე, ჩვენი ძალოსანი, რომელზეც ბოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ძალიან დიდი იმედებს ამყარებს ქართველი გულშემატკივარი და სპორტული საზოგადოება. ლაშა, მოგესალმები პირველ რიგში და აი წინა სპორტსმენების გავსად შენს უნდა გკითხო, როგორ ფორმაში ხარ და როგორი განწყობით მიემგზავრები რიოში. მოგესალმებით პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კარგ ფორმაში ვიმყოფებით დღესდღეობით. მეზამთლიანი გუნდი ეს ყველა დიდ ვარჯიშს შეისახება ჩვენი შედეგებიდან გამომდინარე. რავი, თავს არ დავზოგავ ოლიმპიადაზე, რომ ჩემი მაქსიმალურ გავაკეთო და დიდი შედეგი დავდო, რა თქმა უნდა, რომელზეც, რა ვიცი, გავამართლა ხალხის იმედები, რომელიც ეს ელოდება ჩემგან და ყველა ჩვენი ბიჭებისგან წარმატებებს და, რა ვიცი, პირობას ვდებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ ამ ყველაფერისთვის. ლაშა, შენ ჩადიხარ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონის რანგში. ეს დამატებითი ტვირთია შენთვის თუ უფრო ისეთი სტიმული იქნება, როგორ? მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ვარ და ალბათ უფრო მეტი დატვირთვა არის ჩემზე, რადგან მინდა რომ ეს ტიტულები შევინარჩუნო და კიდევ ჩემ გულშემატკივრებს კიდე გავახარო და რა თქმა უნდა ოლიმპიადა მაინც ხარ და ოლიმპიური ჩემპიონის გავხდე და რა ვიცი, ალბათ ფსიქოლოგიურად მეტი დატვირთვა მოდის უფრო ამ ყველაფერზე და ნახოთ. დანარჩენ შეჯიბრი გვიჩვენებს. ძალიან დიდი მადლობა, ლაშა, წარმატებებს გისურვებ და აი ხა კიდევ ერთი ჩვენი წარმომადგენელი ლიუბა გოლოვინა არის ჩვენთან ერთად და ლიუბა, შენ შედეგს უნდა გკითხოთ აუცილებლად, როგორ განწყობაზე ხარ და როგორ ფორმაში იმყოფები რიოს ოლიმპიადის წინ. რა თქმა უნდა, ძალიან ისეთი განწყობაა, იმიტომ რომ ოლიმპიური თამაშები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა მივდივარ რომ ბრძოლა მედლისთვის და წინასწარ რა თქმა უნდა ძალიან რთულია ამის თქვა. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ და მაშასე უკვე დაიწყო ოფიციალურად ფიცის დადების ცერემონიალი, ძალიან მალე დაიწყება უბრალოდ ვიცე-პრეზიდენტი ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გუჯა ბერიშვილი წარადგენს და გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დაესწრებია პრეზიდენტი, პრემიერი და მოკლედ თქვენ შეგიძლიათ მიედინოთ თვალყური ამ პირდაპირ ტრანსლაციას. მადლობთ. მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო, მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით ბატონო ელჩო, მოგესალმებით ქალაქის მერო საკრებულოს თავმჯდომარევ, მოგესალმებით ჩვენო სპორტსმენებო. კარს მოგვადგა დიდი ოლიმპიადა. 5 აგვისტოს მარაკანას სტადიონზე ზაფხულის 31 ოლიმპიური თამაშების ცეცხლი აინთება. მთელი მსოფლიო საინტერესო სპორტული სანახაობის მოლოდინშია. რიოს ოლიმპიადის ინტერესით და იმედით ელის ქართული სპორტის გულშემატკივრებიც. სწორედ შორეულ ბრაზილიაში შეჯამდება სპორტული 4 ჩვენი სპორტსმენების, მწვრთნელების, სპორტული ორგანიზაციების მიერ ერთობლივად გაწეული სამუშაო. ჩვენ ერთად დიდი საქმე გავაკეთეთ. 39 ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვეთ, რაც რეკორდული მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ახლა გასაკეთებელი გვაქვს უფრო რთული და მნიშვნელოვანი საქმე, რაც შეიძლება მეტი მედალი უნდა ავიღოთ რიოში. ოლიმპიადასი ამ პერიოდის სპორტული შედეგები და ჩვენი სპორტსმენების რეალური პოტენციალი ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს. მთავარია თითოეულმა ჩვენმა ოლიმპიელმა სრულად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა, ზრდყოფნაში შეხვდეს 4 წლების ყველაზე დიდ შეჯიბრებას. ოლიმპიური კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სპორტული ფედერაციების ძალისხმევა ამ წლების განმავლობაში იქ-იქ იყო მიმართული, რომ სწორედ საოლიმპიადო ბრძოლისუნარიანი მაღალი სპორტული შედეგებზე ორიენტირებული გუნდი შეგვეკრა. ამისთვის არ დაგვიშურია არც მონდომება, არც ენერგია, არც სახსრები და ვფიქრობ, ყველაფერი გაკეთა საიმისლოდ, რომ ჩვენ სპორტსმენებს და მწვრთნელებს მაქსიმალურად შესაძლებელი მოსაზრდელი პირობები ქონოდათ. ახლა ჯერი მათზეა. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ოლიმპიელები. თქვენ იცით, რომ 13 სახეობაში ვიღებთ მონაწილეობას. პირველი ალფაბეტის მიხედვით დავყავით ჩვენ და ბატონის ხტომა ლიუბა გოლოვინა. ბეზრუ რომალიჩი დაობა შმაგი ბოლქვაძე. ზურაბ დათუნაშვილი. რობერტ კობლიაშვილი. რევაზ ნადარეიშვილი. იაკობ ხაჯაია. თავისუფალი ჭიდაობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
ზურაბ იაკობიშვილი, იაკობ მაქარაშვილი, სანდრო ამინაშვილი, ელიზბა როდიკაძე, გენო პეტრიაშვილი, კანოე ზაზა ნადირაძე, მშვილდოსნობა ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინა ესებუა, იულია ლობჟენიძე, მძლეოსნობა დავით ხარაზიშვილი, ბაჩანა ხორავა, ბენიკ აბრამიანი, ლაშა თორღვაძე, ვალენტინა ლიაშენკო, ხადრული დანვარიჩი, სალომე ფაჟავა, ტყუის როლა, ნინო სალუქაძე, ცოტნე მაჭავარიანი. დედაშვილი იღებს მონაწილეობას, პირველად ისტორიაში მოხდა ესეთი რამე, რომ დედაშვილი ერთ დისციპლინაში იღებს მონაწილეობას. ფარიკაობა სანდრო ბაზაძე, ძალოსნობა ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე, გიორგი ჩხეიძე, ჩორგურთი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ცურვა ირაკლი ბოლქვაძე, თეონა ბოსტაშვილი, ძიუდო ამირა პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდოთუშვილი, ავთანე ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი, ადამ ოქროაშვილი. და ვიღებთ გოგონებში ესტერ სტამი იღებს მონაწილეობას ძიუდოში კიდევ. წარმატება მინდა გისურვოთ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე და იმედია ჩვენ გულშემატკივრებს გაახარებთ თქვენი წარმატებით. მადლობა. ჩვენს ოლიმპიელებს მიესალმება საქართველოს პრეზიდენტი ბატონი გიორგი მარგველაშვილი. მოგესალმებით. ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ თქვენთან ერთად და გაცილებთ მომავალი გამარჯვებებისაკენ. მე მინდა მადლობა გითხრათ უკვე, იმიტომ რომ თქვენ უკვე თქვენი შთამბეჭდავი მოღვაწეობით საქართველოს სახელი მნიშვნელოვნად წინ წაწიეთ. მე მინდა მადლობა უთხრა იმ ათობით ექიმს, მწვრთნელს, ადმინისტრაციულ პერსონალს, ვინც იდგა და დგას თქვენს გვერდით და თქვენთან ერთად იასპარეზებს, იმიტომ რომ ჩვენი გავდივართ როგორც ერთი ქვეყანა, ერთი გუნდი, როგორც ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს გამარჯვებისკენ მოუწოდებთ და ვეხმარებით. საქართველო უნიკალური თუნდაც იმითი არის, რომ რა მიღწევები გააჩნია ჩვენ ქვეყანას სწორედ სპორტის მიმართულებით. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ აი რაღაც კვადრატულ მეტრზე რო გადაანგარიშო, ალბათ მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანა ვართ, იმიტომ რომ შევძელით და ესეთი განსაკუთრებულ მიღწევებს მივაღწიეთ. თქვენს ზურგს გიმაგრებენ ის ოლიმპიელები, რომლებმაც საქართველოს სახელი ოქროს ასოებით ჩაწერეს და მსოფლიოში წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყანა. მე მინდა გისურვოთ სულიერი მხნეობა, წარმატება და რაც თავარია გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს იბრძვის ორი მსოფლიო, ერთი არის ის ბოროტება, რომელიც ჩვენ გუშინ ღამე ვნახეთ და მე არ შემეძლო ამას არ გამოუხმიანებოდი, როდესაც აი ესე დამალულად, ფარულად, ქურდულად ადამიანები ხოცავენ ბავშვებსა და ქალებს. და აი მის საპირისპირო რეალურად ალბათ ყველაზე მეტად ხართ თქვენ, რომ ადამიანები ვინც თავის ძალით, შემართებით, უნარით, ღიად და ჭეშმარიტად ასპარეზობთ და კეთილ ნებას და სპორტულ წარმატებას და შეჯიბრებას აჩვენებთ მთელ მსოფლიოს. მთელი მსოფლიო შემოხედავს თქვენ და მთელი მსოფლიო გაიგებს საქართველოს ჰიმნს, დარწმუნებული ვარ არაერთხელ. მე მინდა წინასწარ მოგილოცოთ თქვენ გამარჯვებები და გითხრათ, რომ მე თქვენთან ერთად ვიქნები, მთელი საქართველო იქნება თქვენს გვერდით, თქვენ გულშემატკივრობთ მთელი ჩვენი საზოგადოება, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ და იცოდეთ, რომ გიყურებთ, თქვენი იმედი გვაქვს და
თქვენ მიერ აღღერებული საქართველოს ჰიმნი იცოდეთ რომ აი მილიონობით ქართველის გულს გაახარებს, გააბედნიერებს და შეძლებს რომ ეს ამ ემოციით ბევრი სიკეთე მოუტანოს კიდე ჩვენ ქვეყანას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოიღო მონაწილეობა თქვენს მომზადებაში, თქვენს ჩამოყალიბებაში, ამ მნიშვნელოვანი სპორტული და პოლიტიკური ღონისძიების შექმნაში. მადლობა მათ, მადლობა ჩვენ მეგობრებს, რომლებიც ამას აკეთებენ და გისურვებთ გამარჯვებებს. ახლა სცენაზე უხმობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს. მოგესალმებით ჩვენო საამაყო ოლიმპიელებო. მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო, ბატონო მინისტრო, ბატონო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე. მივესალმები ბრაზილიის ელჩს. უპირველეს ყოვლისა მინდა ბრაზილიას მიულოცო ეს დიდი წარმატება, რომელიც მას წილად ხვდა და ეს არის მართლა ყველა ქვეყნისთვის უდიდესი პატივი, მით უმეტეს ისეთი სპორტული ტრადიციებით გამორჩეული ქვეყნისთვის, როგორიც არის ბრაზილია. მე მინდა გისურვოთ, რომ წარმატებით ჩაგეტარებინოთ ეს მართლაც და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა თქვენი ქვეყნის ცხოვრებაში. მე ძალიან მიხარია, რომ წელს უპრეცედენტო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ოლიმპიელები ღებულობენ მონაწილეობას ოლიმპიადაში. 13 თუ არ ვცდები, 13 სახეობის 39 სპორტსმენი, ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მართლა პატარა ქვეყანაა, მაგრამ უდიდესი სპორტული ტრადიციებით გამორჩეული. მე ვხედავ აქ არაერთ სახეს ადამიანებს, ლეგენდებს, რომლებმაც ჩვენ შთაგვაგონეს, რომ მიგვეღწია ბევრი გამარჯვებისთვის ცხოვრებაში, იმიტომ რომ სპორტი ყველა ადამიანს შააგონებს, აძლიერებს, ბრძოლის ჟინით აღავსებს. სწორედ ეს მისია, დიდი მისია გაკისრიათ თქვენ, ჩვენო სასიქადულო ოლიმპიელებო, რომ საქართველო აავსოთ პოზიტივით, გამარჯვების ჟინით და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, არაერთხელ გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი წელს ბრაზილიაში. მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ეს დიდი წარმატება მოიტანა დღევანდელ დღემდე. უპირველეს ყოვლისა თქვენ მინდა გადაგიხადოთ დიდი მადლობა. მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი წარმატება, რომელიც უკვე გააქვთ თქვენ როგორც ოლიმპიური საგზურის მფლობელებს და მინდა გისურვოთ, რომ გამარჯვებული დაბრუნებულიყავით. მინდა იცოდეთ, რომ დღეს მთელი საქართველო არის თქვენი გულშემატკივარი. ჩვენ ძალიან გვჭირდება გამარჯვებები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ამ გამარჯვებებს მივახცევთ. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა. ახლა ჩვენს ოლიმპიელებს მიესალმება ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბატონი სისერო მარტინს გარსია. Your Excellency President Georgi Margvelashvili, Your Excellency Prime Minister Georgi Kvirikashvili, Your Excellency Minister of Sports and Youth Affairs Tadeu Khishkashvili, Your Excellency Mayor of Tbilisi David Narmania, Your Excellency President of Georgian National Olympic Committee Larry Habelovi, athletes, members of the Georgian delegation, ladies and gentlemen. Today, Brazil can say with confidence, we are ready to host the first Olympic and Paralympic Games to take place in South America. მოგესალმებით თქვენო უდიდებულესობა, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო სპორტის მინისტრო, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს მიესალმება ბატონ ელჩი, სპორტსმენ ბატონ ქალაქის მერს, სპორტსმენებს, საქართველოს დელეგაციის წევრებს. ბატონებო და ქალბატონებო, დღეს ბრაზილიას თამამად შეუძლია განაცხადოს, რომ ჩვენ მზად ვართ ვუმასპინძლოთ პირველ ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებს სამხრეთ ამერიკაში. The country has put together a solid security program to ensure that the sporting events
take place in the atmosphere of absolute peace and tranquility. The contingent of security personnel in charge will work in an integrated fashion, overseeing the protection of athletes, coaching staffs, heads of state, government officials, local residents, and journalists. სპორტული შეჯიბრებების სრული სიმშვიდისა და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით ქვეყანამ ფართო მასშტაბიანი პროგრამა განახორციელა. მაღალ კვალიფიციური პერსონალი მკაცრად გააკონტროლებს სპორტსმენების, მწვრთნელების, სახელმწიფო მეთაურების, სამთავრობო თანამდებობის პირების, ადგილობრივი მოსახლეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას. Rio de Janeiro is expected to receive approximately 500,000 visitors from Brazil and abroad during the Games, while the 5 soccer cities, São Paulo, Salvador, Manaus, Brasília, and Belo Horizonte, will also find themselves inundated with local and foreign funds. Hosting events in this scale represents both a momentous accomplishment for the Brazilian people and a source of immense national pride. Rio de Janeiro თამაშების პერიოდში სავარაუდოდ ბრაზილიიდან და უცხოეთიდან უმასპინძლებს დაახლოებით 500,000 სტუმარს, ხოლო საფეხბურთო მატჩების 5 ქალაქი, კერძოდ სან პაულო, სალვადორი, მანაუსი, ბრაზილია და ბელო ჰორიზონტე, ასევე მოუთმელად ელიან ადგილობრივი და უცხოელი გულშემატკივრების ურიცხვ რაოდენობას. ასეთი მასშტაბური შეჯიბრებების მასპინძლობა ბრაზილიელი ხალხისთვის არა მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენს, არამედ უდიდეს ეროვნულ სიამაყესაც. The Games will disseminate throughout Brazil the hallmark values of competitive sports: cooperation, solidarity, discipline, and resilience. As a more concrete benefit, Brazilians throughout the country's 5 geographical regions will also inherit a national sports training network of world-class facilities for both sports beginner and high-performance athletes. თამაშების პერიოდში მთელი ბრაზილია იცხოვრებს მასშტაბური სპორტული შეჯიბრებებისთვის დამახასიათებელი ისეთი ღირებულებებით, როგორიცაა თანამშრომლობა, სოლიდარობა, დისციპლინა და გამძლეობა. ამასთანავე ბრაზილიელები ქვეყნის 5-ვე გეოგრაფიულ რეგიონში უდიდეს მემკვიდრეობას მიიღებენ მსოფლიო სტანდარტების ეროვნული სპორტული საშეჯიბრო ბაზების ძლიერი ქსელის სახით, როგორც დამწყები, ისე მაღალი მიღწევების მქონე სპორტსმენებისთვის. Over the past few weeks, rumor of the possibility of an outbreak of a tropical disease during the Games has circulated. We can assure you, as has the World Health Organization, that the risk of Zika infection during the Games is practically non-existent. Historically, an extremely low incidence of disease transmitted by Aedes aegypti has been recorded during the winter season in the Southern Hemisphere. Indeed, there has been a dramatic decline in cases of Zika infection in Rio de Janeiro and throughout Brazil in the past few weeks. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია თამაშების პერიოდში შესაძლო ეპიდემიის შესახებ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ფაქტიურად თამაშების პერიოდში ზიკას ინფექციით დაავადების რისკი არ არსებობს. სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთრის პერიოდში ისტორიაში დაფიქსირებულია გავრცელებული დაავადების უმნიშვნელო ინციდენტები, ხოლო ბოლო რამდენიმე კვირის პერიოდში რიო დე ჟანეიროსა და ბრაზილიაში ზიკას ინფექციის შემთხვევები ზედმიწევნით შემცირებულია. Brazil is honored to host President Giorgi Margvelashvili, the Minister of Sport and Youth Affairs Tariel Hitchkashvili, and NLC President Larry Halvelov in Rio de Janeiro. We expect that the presence of such high-ranking authorities will strengthen the ties between our two countries. Moreover, we wish all the best to the athletes during the Games, who will hopefully bring many medals back to Georgia. It would be great if these athletes, as well as other members of the delegation, could also find time to get to know at least a bit of our country.
ბრაზილიას აქვს პატივი რიო-დე-ჟანეიროში უმასპინძლოს თქვენი ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ბატონ ლერი ხაბელოს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ასეთი მაღალი რანგის ხელმძღვანელების დასწრება თამაშებზე გააძლიერებს კავშირს ჩვენს ორ ქვეყანას შორის. რა თქმა უნდა, წარმატებებს უსურვებთ თამაშებზე თქვენ სპორტსმენებს, რომლებიც იმედია მედლებით დაბრუნდებიან საქართველოში. ძალიან კარგი იქნება თუ სპორტსმენები, ისევე როგორც დელეგაციის სხვა წევრები, საჭირო დროს გამონახავენ, რათა უკეთესად გაეცნონ ჩვენს ქვეყანას. Brazil awaits you with open arms. ბრაზილიელი ხალხი მოუთმელად ელის თქვენთან შეხვედრას. Დიდი მადლობა. გახიკავსაძე დავამატო კიდე რამე, საქართველოს სახალხო არტისტი, ყველასათვის საყვარელი მსახიობი. მე მეშინია თავში არ ამივარდეს. როგორც ამბობენ ამ ქვეყანაზე, შემთხვევით არაფერი არ ხდება. ალბათ ოლიმპიური თამაშები ესეთ შემთხვევითი არ არის. იმიტომ რომ ოლიმპიური თამაშები არის ის ინსტიტუტი, სადაც ხვდებიან ერთმანეთს ადამიანები, რომლებსაც უყვართ ერთმანეთი, რომლებიც პატივისცემენ ერთმანეთს, რომლებიც გვერდში უდგანან სიყვარულს, კეთილშობილებას, სილამაზეს. მე მჯერა, რომ ამ სიყვარულში, ამ გამარჯვებაში, ამ გვერდში დგომაში ჩვენ ქართველები ღირსეულები ვიქნებით ყოველთვის და მუდამ როგორც იყო, ასე ვიდრე დღეს იქნებოდა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, თქვენ წარმატებას გესურვებთ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, წინ გველოს ყოველთვის სიყვარულით, ბედნიერებით, ერთად ყოფნით და ურთიერთგაგებით. დიდი მადლობა თქვენ ყველას. ჩვენი ოლიმპიელებისთვის სათქმელი აქვს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ სპონსორს კომპანია სვეტს, ბატონ თორნიკე ჯანელიძეს ხო. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო. ჩვენ როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორები მოხარულები ვართ, რომ ვესწრებით ამ ფრიად სასახელო ღონისძიებას. უსურვებთ წარმატებას ჩვენ სპორტსმენებს და ჩვენი კომპანიის მხრიდან. გვინდა რომ გავზარდოთ мотиваცია ჩვენი სპორტსმენებისა და საჩუქრად გადავცეთ ყველა ოლიმპიურ ჩემპიონს, რომელიც რიოდან ჩამოიტანს ოქროს მედალს, საცხოვრებელი ბინა სვეტის ოლიმპიურ ქალაქში ბათუმში, რომლის შენელობაც დასრულდება 2018 წელს. გისურვებთ წარმატებებს. ოლიმპიელთა სახელით თქვენ წინაშე გამოვა ვარლამ ლიპარტელიანი, ძიუდოის და ნაკრების მთელი ჩვენი ოლიმპიური დელეგაციის ერთ-ერთი ლიდერი, ბევრი სპორტული ტიტულის მფლობელი. გამარჯობათ, მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერო. რაც შეგვეხება ჩვენ სპორტსმენებს, შევესწრებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ წარმატება მოუტანოთ ჩვენ ქვეყანას რიოს ოლიმპიურ თამაშებზე. მე როგორც ძიუდოისტი პირობას ვდებ, რომ როგორც ყოველთვის მოგეხსენებათ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ძიუდო არ დაბრუნებულა ოქროს მედლის გარეშე ჩვენ სამშობლოში და ვფიქრობ, ეს ოლიმპიური თამაშებიც არ იქნება გამონაკლისი და მოუტანთ საქართველოს იმ გამარჯვებას, რასაც ყოველთვის ვახერხებდით და ახერხებდნენ ძიუდოისტები. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა კეთილი სურვილებისთვის. მადლობა იმ ყველაფრისთვის, გაწეული სამუშაოსთვის, რაც აქამდე გაწია ყველა იმ ორგანიზაციამ, რომელსაც ხელი წიფებოდა ესე რომ თქვა ჩვენი აქამდე მოყვანა და ჩვენც მაქსიმუმს გავაკეთებთ. იმისთვის რომ კიდევ ერთხელ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა. და ბოლოს ჩვენი დღევანდელი ცერემონიის კულმინაცია მიკროფონთან ვიხმობ საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენს, მსოფლიოს ჩემპიონს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, რომელიც აიკითხავს ოლიმპიურ ფიცს. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობას მოგიხდის ყველას კეთილი სურვილებისთვის, წარმატებისთვის.
ზაფხულის 31 ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე საქართველოს სპორტსმენები. პირობას ვდევთ, რომ არ დავზოგავთ ჩვენ ენერგიას, ძალას, შესაძლებლობასა და გამოცდილებას, რათა ვაჩვენოთ მაღალი სპორტული შედეგები და წარმატებით დავიცვათ ქართული სპორტის ღირსება და საერთაშორისო ავტორიტეტი. პირობას ვდევთ, რომ ვიასპარეზებთ სამართლიანი თამაშების სულისკვეთებით, ოლიმპიური ქარტიის წესებისა და მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის ყველა მოთხოვნების პატივისცემითა და დაცვით. ერთად რუგულ შემადგენლად საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს. ერთად რუგულ შემადგენლად საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს. მეგობრებო, თხოვთ მოусმინოთ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს.
დიდი მადლობა ყველას მომბრძანებისთვის.